შესაძლო გამოძიება დაიწყო ზურა ადეიშვილის მამის წინააღმდეგად. შალვა ადეიშვილს თანასოფლელები თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ. საქმეში ფიგურირებს 6 ადამიანი, რომლებსაც ყვარელში მიწა იჯარით ჰქონდათ აღებული. მუქარა შანტაჟი, ზეწოლა და ზერალებულების მტკიცებით ყოფილი მაღალჩინოსნის მამა მცირე მეწარმეებს სწორედ შვილით ემუქრებოდა. მოიჯარეების განცხადებებს პროკურატურა სწავლობს. მოიჯარეები ზურაბ ადეიშვილის მამას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ და ჩაბარებული ყურძნიდან იძულებით გადახდილ წილზე საუბრობენ. ზურაბ სეფიაშვილი იხსენებს, როგორ გადასცა 3250 ლარი შალვა ადეიშვილს პირადად მისსავე კაბინეტში. სეფიაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც კომპანია ჭიკაანი ღვინის მარნისაგან მიწა იჯარით ჰქონდა აღებული. თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორი დააკავეს, მოლაპარაკებებში თავად ადეიშვილის მამა ჩაერთო. მაშინ გამოგვიცხადა წელსო 1 კილო ყურძენზე 20 თეთრი უნდა გადამიხადოთ და ხლა მეთქი რა უბრალოდ გავოგნდი მეთქი არ ველოდებოდი მეთქი რანაირად რაზე ისი გულის და რაც რაგინა შარშანელამდე ხო 65 თეთრი ღები თუ რა წელს ლარი გახდაო და წელს 80 აიღებო ნუ არაფერი არ უთხარი ახლა იმიტომ რომ ვიცოდი პრობლემები შემექმნდა ესა რამდენიაო და 300 ლარი არისო შენი 2 ჰექტარი მიწისაო 950 ლარი გიწევს წამლისა და ტრაქტორისაო და რამდენი ტონა ჩააბარეო 11 ტონა მეთქი ხო და 2200 ლარი მაგისიო არა 3250 ლარი მიუტანე და აქედან 1250 ლარი გადასახდელი იყო კი შალვა ადეიშვილის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს კიდევ ერთი მოიჯარე შალვა თევდორაძე. უბრალოდ გითხრეს რომ ესე იგი 20 თეთრი უნდა გადაიხადოთო 1 ლარი არისო ესე იგი კილოგრამი ყურძნის ღირებულება. იქიდან 20 თეთრი უნდა დაგვეტოვებინა. ვისთვის ბატონო? ვისთვის მე არ ვიცი ეგ მე მითხრა ადეიშვილმა და ჩვენ ციზულებული გავხდით რა რომ ესე იგი შეგვენარჩუნებინა ეს ადგილი, იმიტომ დავთმეთ ის 20% რა 20 თეთრი კილოგრამზე. სოფელ მთისძირში მოიჯარეები თანხის უკანონო დაღებაში კიდევ ერთ ადამიანს ასახელებენ. ვინმე ვეფხია ლეკიშვილს, რომელიც თანხას ზურაბ ადეიშვილის მამის სასარგებლოდ კრებდა. ვეფხო იმას მივეცი პირადად, მივეცი იმიტომ რომ მინდოდა რომ ვენახი შემენარჩუნებინა. თუ არ გადავიხდიდით, არა ვენახ გვართმევდნენ მაინც. ამის გულისთვის ყველა ჩვენთაგანმა იმის გულისთვის გადავიხადეთ ის 20%. აქედა რა იმათ ადეიშვილმა და ის მეორე იყო რა მოსული არის. ფეფხია ლეკიშვილი. ნუ იჩარქსელი მის მეპატრონე მოითხოვა. შალვა ადეიშვილი მოიჯარეების ბრალდებას უარყოფს. სულელია გენასელი ყოველია რა. არის მანდ ესე იგი არის ოფიციალურად დირექტორი დავიშ მოგოლის სულმოს გასაბზანება რომ გადაეხადა მე ათვისო არც და არაფერი მithოვია მაგრამ მოიჯარეებმა შალვა ადეიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეს.